გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. დღეს ჩვენ მივდივართ წავიდეთ ქსანში, ხო? მე მგონი კიდევ ერთი ლოკაცია რომელიც არ ვიცით. ქსნის ციხეზე, ესე გვაქვს დაგეგმილი მოკლედ. ძალიან კარგი ამინდია, არ გვაქვს არც ქარი, არც რა ვიცი მე რაღაც საოცრებები. ხო და დღეს მოკლედ გადავიდოთ ქსნის ციხეს და შემოგვიერთოთ. ერთად დავათვალიეროთ და ვნახოთ როგორია მე პირადად არ მაქვს დანახი და სავარაუდოდ ისე გავცებული დავრჩები. შენ გაქვს ხო? არ მაგრამ ყოფილა. მე ხადავები. უი, რა სიძახი. ვა, პირველი შემთხვევა მე მგონი, რაც გიოსაც არ აქვს დანახი და ერთად უნდა აღმოვაჩინოთ. Let's see. Let's go. Let's get started now. Get started. რაღაცა ხო უნდა იყოს. სულ რაღაც 15-20 წუთის სიარულის შემდეგ მოვადექით, მაგრამ კაცმა არ იცის, შევძლებთ, ეს ძაღლები ვინ გადაყარა ის. ოკეი, გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით, როგორც იქნა მოვახცეთ ქსნის ციხესთან და გეტყვით, რომ ჩვენ უნდა გვეგონა რომ მანქანით უნდა ავსულიყავით, რაღაც ეს ტიქსა იქნებოდა, მაგრამ ჰაიკინგი გვაქვს და ნახოთ როგორ მოვაბა თავს ამ ყველაფერზე. ახლა მოგიყვებით ორიოდე სიტყვით ქსნის ციხესთან რა და როგორია. მოკლედ ეს შუა საუკუნეების ძეგლია, ასე ვთქვათ და მას საფუძველი უძველეს პერიოდსაც კი უკავშირდება. ეს იყო ერისთავთა რეზიდენცია და ერთ-ერთი მთავარი სამხედრო პუნქტი იყო ქართლში, კერძოდ შიდა ქართლს ეკუთვნის ეს ტერიტორია. ციხე არის ოვალური ფორმის და თქვენც კარგად ხედავთ როგორი ისეთი მიუვალი ადგილი არის. ეს არის საერისთავო ცენტრი იყო, ერთ-ერთი ძლიერი ფეოდალური მთავრობა განაგებდა აქაურობას და რომელიც დიდხანს ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქსნის ერისთავები, რომლებსაც ხშირად კონფლიქტი ჰქონდათ ხოლმე როგორც მეფეებთან, ისევე სხვა ფეოდალებთან და ეს ოსმალების და ირანელების შემოსევის დროს ციხეს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ესე ვთქვათ დამცველობის ფუნქცია. ხო და რაღაცა ჩემთვის ცოტა ქაჯეთის ციხესთანაც ასოცირდება სიმართლე გითხრათ და ერთად ვნახოთ უფრო ახლოს როგორია. ლეგენდა არის ამ ციხესთან დაკავშირებით და გვითხრობს, რომ ქსნის ციხიდან მდინარე ქსნამდე მიდიოდა საიდუმლო სარდაფი და გვირაბი, რომელთაც შეეძლო წყლის მოტანა ალყის დროს. ლეგენდა ამბობს, რომ ერთ ღამეს ციხის მფარველმა ცხენოსანმა მტერს მოატყო და სწორედ ამ გვირაბიდან გაიპარა და მეფეს შეტყობინება მიაწოდა. მრავალმა მცდამ გვირაბის პოვნისა უშედეგოდ ჩაიარა, თუმცა დღემდე არსებობს რწმენა, რომ ქონოდა გვირაბი ნამდვილად გადის. შესაძლოა სარემონტო ან თუნდაც თავდაცვითი მიზნით. ასე რომ ცოტა მისტიურია, საინტერესოა და ნახოთ ერთად უკეთესად როგორ. თავარია ეს გზა თუ მიგვიყვანს. ხო, მე ცოტა ისე მეგონა თითქოს რაღაცა კლდეებზე უნდა ავცოცდე და რაღაცები და ცუდი გზა მეტიცა, კაი და მიხარია. A few moments later. ყარათვან, don't worry. ნელ ადი. სვატა ინციდენტი. ადი. ცოტა ზევით ამოვიწიეთ უკვე. ჩვენ მაგარი მომზადებულები ვართ. ჰაიკინგისთვის ფეხსაცმელები. კი. საბაბისი. წყალი გვაქვს მათარით. ღამის გასათევი. ასე რომ არ შეგვაშინებს არაფერი. საოცარია. ნამდვილად. თავარია ამ გზამ მიგვიყვანოს. ამოვედით და სავარაუდოდ ცუდი გზა იწყება. რამდენი დაგვრჩა ჯერ არ ვიცით, მაგრამ კიდევ კარგი. მანქანით არ მოვედით. საკმაოდ მაღლა ვართ უკვე. სულელი. ეს არის ალბათ ყველაზე მცირეხნიანი ჰაიკინგ ტური. ლაშქრობა. და სხვათა შორის დაუგეგმავი და უცებ სპონტანური.
მაგრამ მართლა ძალიან ლამაზი გზა არის და საინტერესო. აქ ჩემი ქოშინით მოგეცეთ. არავის არ შეიმჩნიოთ. ჩვენი მისია რომ მზის ჩასვლამდე მივიდეთ. მოვასწროთ ასვლა რომ კლდეები ნახე რა. კარგად ვნახოთ. რა საოცარი ფორმა. და ეს ყველაფერი თბილისიდან 20 წუთის სავალზე. აქ თითქოს გზა მთავრდება და მე არ შემდეგი. უკვე საცალფეხო ბილიკი. კი, აქეთ გაიხედე ნახე რა ლამაზი კლდეები აჩვენა. ეს გამომწერებსაც. უკვე საცალფეხოზე შევდივართ. წარმოიდგინე ხა მე იმ მაღლებით რო ვიყო. აქედან ცოტა მივახლავთ უკვე. ის რაღაცა კლდეები მომიწონეთ ძალიან. კაი. ჩავერთვებით ცოტა. ცოტა. მოკლედ რა ვისაც მოგინდებათ ამოსვლა, ესეთ რაღაცებს არ უნდა შეუშინდეთ ახლა. ხცა ძალიან ისეთი ძალიან რომ გაუყალავი გზის ამბავი არის. უჩქნარში გვიწევს ძრომა. აქ გზა ყოფილა დაგებული, უბრალოდ ჩავარდნილია. ასფალტის ძველი ნიშნები არის, მაგრამ აქეთ ჩავარდნილია მთელი მიწა. ალბათ მეწყრული ზონაა. ისიც კი არ ვიცი ჩვენ შეგვიშვებენ თუ არა. სადაც მივდივართ ან რა ხდება ვაფშე. მია იქნება თუ არა ციხე, მაგრამ იმედი არ დავი. კარგოც იმისა, რომ შევალთ. რაღაცა მონაკვეთის მერე ისე ძველი ასფალტის ნარჩენები გვხდება და ასე თუ ისე კაი გზაა. სავარაუდოდ მალე მივალთ უკვე ციხის ძირში და იქიდან უკვე ავფობხდებით რამენაირად. მოკლედ ცოტა ისეთ ადგილზე მოვედით, რომ საკმაოდ სახიფათო გზაა. გვერდზე ჩასავარდნია. და კლდის კუთხეს მოუყვებით ესე და აქ ამ ფეხი არ ჩაგისრიალდეს არ რაღაცა ძალიან სახიფათო გასავლელი. ის ჩვენი ბილიკი რაც არის და დაბლა იმენას ჩასავარდნია. ნელა გავისუსხე. ნელა. რომ ცოდნოდა შეიძლება არ წამოსულიყო, იმ ცოტა სიმაღლის მეშინია. არა. არა, უშავს. ოპა. ძალიან ვიწრო. ერთი მონაკვეთი ძალიან საშინელი. საბა ვერ გამოივლის. და. საბა საერთოდ არ ამოვიდოდა აქ ასეთ გზას რომ დაინახავ და უახლოვდებით უკვე მიზანს. საკმაოდ მაღლა ვართ. ნახეთ უბრალოდ რა ადგილებია. ჩვენს მაღლა უკვე ციხეა. და ისეთი მიუვალი მისასვლელია, რომ ცოტა გაგვიჭირდა. და ცოტა დამეციც არის. აღმართზე გვიწევს სიარულეს. იმედი ჩამოსვა. დროს მაცე. იალეთ. ისრიალეს ფეხი. ეს ძამი. ძალიან ცოტა გადარჩა, უბრალოდ მისასვლელს ვხედა. აქ აი როდისღაც გზა ყოფილა. არ ვიცი, მაგრამ აუ აქ ძალიან სახიფათოა გავლა უკვე. ჩავარდნილია მთელი გზა. ვიღაცებს აქვთ გავლილი და ისინი თუ გადარჩენ ჩვენს გადა. მაქსიმალურად კუთხეში უნდა გავიაროთ. ძალიან არ გაუთამამდე ლაშა.
ეთო რა ლამაზია. ხმა შენ ეს ციხე. დავიღალე ფრთხილად ეკლიანი რაღაცები. ძალიან ახლოს ვართ მიზანთან. ცოტა დაგვჭირდა ძალიან. всё, ახლა კაი გზა ჩანს და იქიდან ჩავარჩევით. და აქ მეორე მხარე გამოჩნდა მთის. და საკმაოდ ისეთი მისადგომია. ისეთი ჩასავარდნია, რომ რა. ძალიან მოვახცით ამ ლამაზეს ციხეზე. და ხოთა დამეჭახა. ბუნებაშია რაღაცა დაგეჯახე. ოჩახ ამის ამშენებლებს. ნამდვილად. თან ესე კარგად რო არის შენარჩუნებული, მართლა. ბრავო. და აი ისიც ეხა შევიღე. ეს შეძენით. აუ ნახე. ნელა კარიქრის და ცუდი ჩასავა. და შიგნით ვერ შევალთ? აუ არა სულ. მე გადავები? სამწუხაროდ მაიცა ეს რო გადავიდეთ იქითკენ ვერ შევალთ? ვობობღდეთ იმაზე, რა ქვია, იქ რაღაცა პატარა კლდეზე. რო ვცადოთ გიო. მოწყენილი სად ველოდება. ხო. ხო მოკლედ ხა უნდა გადავიდეთ ამ კედელზე. რომ იქიდან შესვლა ვცადოთ და თიშავ. და დავიმსახურეთ ნამდვილად. ჩვენა შევძელით და მოვედით და მოვახციეთ აქამდე. მისია შესრულებული ახლა ვარ. კი. ერთი ორ სურათს ამ ვიდეოს შემოვკვდა. შიგნით გაჩვენებთ როგორია და მე უკვე მეორე მისია გვაქვს. მზე მალე ჩავა და მინდა რომ დღის სინათლეზე გავასწროთ ამ ცუდ გასავლელებს. ეს ის პატარა კუნკულა ციხეა, რომელსაც ტუს დავადებდი და ისე მოვყვებოდი ლეგენდას. ერთ-ერთი ალყის დროს მეფეც დამოვიწყდა პირდაპირ ვთქვა. მოკლედ ერთ-ერთი ალყის დროს 40 დღე გაგრძელდა ალყათ უფრო მეტი და ციხესთან ახლოს და პრობლემა მაგარი პულმარელი გაშალეს. იმის იმედით რომ ეგონათ ციხეში მშივრები იყვნენ ხალხი. და მეციხოვნეებმა მაშინათვე ცოცხალი თევზი გადმოაყარეს თავზე რა. ლეგენდის თანახმად ამბობდნენ რომ ამ გვირაბს ამ ციხეს ჰქონდა გვირაბი, რომელიც აქედან ჩადიოდა პირდაპირ მტკვარზე, საიდუმლო გვირაბი. შემდგომში უფრო მომზადებული ვიქნები და გადავხედავ ლეგენდას. საოცარი არქიტექტურა აქვს, მართლა. საოცარი ციხე არის. ესე კარგად შემონახული მე არ მინახავ საქართველოში ციხე. საოცრება. განსაკუთრებული და გამორჩეული არქიტექტურის ციხე არის, მინდა ვთქვა. ძალიან ლამაზია და ნამდვილად ღირდა იწვალება. რო ვიფოფხიალეთ. ვაი. და ესეც დავანახოთ. იო, აქეთაც მთელი ეს საოცარი ხედი რო იშლება, ეგეც დავანახოთ. მთელი ქსნის. ქსანი მოჩანს მოკლედ ხელის ეს საოცარი კლდეები რომ არის, აი, ზღაპარია. ეს გახდა ჩემს სამოგზაურო ისტორიაში, ასე ვთქვათ, კოჯრის ციხის შემდეგ მეორე ფავორიტი ციხე თბილისთან ძალიან ახლოს, აი ზღაპარია. სულ რაღაც 20 თვის სავალზე. საოცრება. ეს არ ვიცი რა არის. ეს მეორე სიყვარულია. ეს რაღაცა ქვევრის ვარიანტს გავყავდა. გავრისკავ და შევძრები რა ხდება. ოგიო მეშინი აქვს თხილად. აქეთ ძალიან დიდი ბუჩქნარი და უბოდროები. ეს კონკურენტის ვარიანტია. ნუ მოკლედ ძალიან ლამაზია რა. Speechless. შევხვდებით უკვე ჩასულზე გზაში. დამშვიდებულები. აქამდე ერთი მზის ჩასვლაც
არ ჩაგვასწროს მაგას უყურებთ. ცუდი ადგილები გვაქვს გასავლელი. ზღაპარია, მართლა საოცრება არის. ლამაზია ხერთა. პატარა ინციდენტი. აქედან ჩამოვსვი, რა ჩამოსახტომია და თავით გადმოხტა ძლის დავიჭირე. გაუყევით ეხა სანამ დღეა და ნათელი. იო, სულ დაკავსული. წამოდი, მენდე. არა, შენ გენდობი რა თქმა უნდა. ნათალი, ახეთ რა ხედები გვაქვს პროსტა. რა საოცრებად ლამაზია. მოდი ახლოს ერთი. ხედები გვაქვს ულამაზი. თბილისიდან 20 წუთის სავალზე. უბრალოდ მე ფეხით სავალია. თუ კარგად ივლის 15-20 წუთში აქ ამოხვალთ. თუ ცოტა ზარმაცები ხართ, რა შეიძლება ერთი იო, ცოტა რომ ნელა იარავის და ფერ მოხდება. რატო? რა ვიცი. აი გეუნებით ცოტა ისეთი ზარმაცი ხალხი ყავს გაგეწელებათ. თავებზე ჩადის ნახე სად არის და ეს ვიწრო ადგილები გავიაროთ თავარია და დაინე არაფერი აღარ იქნება. მოკლედ პირდაპირ ვთქვა მოლოდინს გადააჭარბა მართლა აი არ ვიცი. ყველანაირად ისეთი იყო. ანუ ექსტრემიც იყო. ექსტრემიც? ულამაზესიც იყო. თან რავი აღმოჩენაც იყო ესე ახლოს და როს არ ვარ ნამ. და ნუ ეხა პატარა რისკებიც არის ეხა აქ რო გაივლი, რავი ერთი. ცოტა მომზადებული უნდა იყო რა. შიშავა არ უნდა იყო. და კარგი, გიდი უნდა ყავდეს როგორც გიგოა. თორე მე რო ვიყო. რავი, კარგი და ფეხბურთი. ნახე რა მზის ჩასვლას ვართ მოწრე და. აი კიდე. იმიტომ იგათ ჩქარაჩ. დგა. რომ თავარია აქ ჩავიაროთ ეხლა. ჩაგვასწროთ თვალსა და ხელს შუა. აი, შოხალ და გუგნდება, გუგნდება. ნახე, აქ შანსი. ეს ჯურღმული გვაქვს გასავლელი ერთი და მე всё რა. ხა. მე რა უკვე სამშვიდობას ვიქნებით. მე საბას ჩაუგდე, აი აქ ვიყავით ხო და ალბათ წამოვიდოდით ხო? ეხა აქ თხილად. არ ჩამოსრიალდე თორე. მოიცადე ნელა. მიდი, ყარად ვარ. ეხა კიდე თხილად. ცადე. ჩამო. აი, აკა გაგორო. ყარად ვარ. Don't worry. ნელ. ადი. სვატა ინციდენტი. ადი. დადი. ეხლა იტირებდა просто ვიდეო რო არ კონდეს ჩართული. უეჭველი იტირებდა. ნელა ძანქ, ნელა რა ფეხები მისრიანებს. ხო და მაგიტომ მივდივარ წინ. კაუკა. ერთი ეს ჯურღმული ჩავიაროთ ერთი და ნაზად. ცოტა დაგვრჩა. რა იყო? მოჯექი? ხო. ცოტა დაგვრჩა კიდე სტრანი ჩასავლელები. მოკლედ მეტი დრამატულობისათვის ფილმებში რო ესე რო ჩაიყრებათ ხოლმე ქვები. ანუ ერთ ფეხი რო დაგვისრიალ და შეიძლება ქვევით მოვადინოთ რა ხანი. ესეც ესე. ცოტა დაგვრჩა და სამშვიდობოს ვართ. და აი ისიც ჩვენ ეს შევძელით აი სიმაღლიდან ჩამოვედით დაბლა და საოცარი გზა გამოვიარეთ. გაჩვენებთ კიდეც გზადაგზა როგორი იყო. მე ცოტა მარცხიც მომივიდა და მომჯექი, მაგრამ არა უშავს ჩვენი პატარა კულკულა შემიგმირი. და ჩვენ ჩემი თავით ძალიან ვამაყობ, იმიტომ რომ ესეთ საოცარ გზაზე ვიყავი. და მადლობა გიოს რომ გამიძლო. მოკლედ მისია შესრულებულია და დასრულებულია. მადლობა მეგობრებო და გვაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია როგორ მოგეწონებათ. რეკომენდაცია ქსნის ციხეს თუ ვინმეს თუ ჰაიკინგი გევასებათ. ხო. და შემდეგში თქვენ
თუ მოგეწონებათ, გაგვიწერეთ, გამოგვიწერეთ და ბევრი გულები და კომენტარები დაგვიწერეთ. მადლობა და ნახვამდის. ნახვამდის.